ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასლან აბაშიძის დაცვის უფროსის დავით ხალვაშის იგივე ქელფეთა საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო. მომდევნო სხდომამ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე 23 ივნის 12 საათზე ჩაინიშნა. საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებული შუამდგომლობის საფუძველზე გადადო. დავით ხალვაშის ინტერესების დამცველმა ვაჟა ხახუტაიშვილმა მოსამართლეს საქმის მასალებში არსებული ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების შესახებ მტკიცებულებები წარუდგინა, რის შემდეგაც მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წარდგენილი ბრალდებებიდან სასამართლოს ბიზნესმენ თამას გელაძეზე ზეწოლისა და მისი გატაცების ეპიზოდზე უნდა ემსჯელა დავით ხალვაშს ბრალად მასობრივი არეულობის მოწყობა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ფორმირებაც ედება. 2005 წელს მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს კმარასა და ჩვენი აჭარას აქტივისტების დარბევაში. ჩვენი ორი მტკიცებულება დაკმაყოფილებული იქნა, იმიტომ რომ გამოძიების ცნობის დროს არის მოწმენი მიუთითებენ უმეტესობა, რომ თითქოს შეხვედრის დროს უშიშროებებში შეხვედრის დროს ამას ესწრებოდა ჯემალ ქონიაძე და გამოძიებას აქვს დადგენილი, რომ ეს მოხდა ზაფხულის თვეებში და უკვე 3-4 თვით ადრეა გარდაცვლილი ჯემალ ქონიაძე. შემდგომი შუამდგომლობა იყო ჩვენი ყველა მოწმე თითქოს ვინც იყო დაკითხულია მიუთითებს, რომ ისინი მოხდა ეს შეხვედრები და საუბრები გიორგი კუპრეიშვილის კაბინეტში, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს.